რადგან ეს უღრთოება გამრავლდა, რადგან ბავშვებს მომავალთაობას დაავიწყეს ღმერთი, ეკლესია, აღსარება, ზიარება და ეკლესიური ცხოვრება, რაღაც შეცდომები რომ მოდის ამ უღრთო გარემოში, სინდისი აწუხებს. ეუნება ეს რატო გააკეთე, ეს რატო გააკეთე, ეს რატო გააკეთე. არ იცის რომ უნდა მოვიდეს აქ. უნდა მივიდეს ღმერთთან. თქვას აღსარება, ოღონდ გულწრფელი აღსარება. დაიწყო სოდვასთან ბრძოლა და იპოვის შვებას და ცოდვების მიტევებას. ეს რო არ იცის ეძებს სინდისის მიყუჩებას. რაღაც საშუალებით, რომელიც დროებით ამ საფიქრალს გაუხრობს. ერთხელ მიიღო ეს, ორჯერ მიიღო, სამჯერ მიიღო და უკვე ეჩვევა. ნახეთ როგორ ამბობს მამა ლაზარე რომ ეშმაკი რო დაინახავს რომ კაცი ნარკოტიკს მიეჩვია, უკვე დამოკიდებული გახდა მასზე. მერე ამასაც ართმევს. აი მწუთიერ სიამოვნებას. დოზები გაიზარდა, ნარკოტიკის გარეშე ვიღარძლებს და ცუდად არის. მერე ხედავს ეშმაკის ნამდვილ სახეს, მაგრამ ძალიან უჭირს გამოსვლა. როგორ იყო ნახეთ ნათქვამი? ადამიანს ეშმაკი აქცევს ნარკოტიკის დანამატად. ადამიანი კი აღარ არის, ნარკოტიკის დანამატია, იმის გარეშე აღარ შეუძლია. აი ესეთ მდგომარეობაში რო არის კაცი, არ უნდა დაკარგოს იმედი გადარჩენის. უნდა მოვიდეს ეკლესიაში, რაც შეიძლება მალე. და დაიწყოს ცოდვასთან ბრძოლა.